კიდევ ერთი საინტერესო ისტორია გაქვს გამოჩენილ პიროვნებასთან და მართლაც აი უდიდეს ქართველ მწერალთან ბატონ გურამ დოჩანაშვილთან არის ეს დაკავშირებული დილის 9 საათზე რო აღმოჩნდი იმ ოთახში რომელიც წიგნებით იყო მიმოფენილი. ძალიან მაგარი იყო. ეგ იყო ჩვენ საერთოდ ბატონი რეზო ახსენე და შეხვედრებს გვიწყობდა თემურ ჩხეიძე, რამაზ შიკვაძე, კახი კავსაძე და გურამ დოჩანაშვილთან. ეს იყო 3 საათიანი, 4 საათიანი ასეთ მასტერ კლასივით აუდიტორიაში ახლა მეგობრები იყვნენ და თავისთავად ისინი უარზეც არა ეგ ისეთი ადამიანებია რომ ახალგაზრდებთან თავისთავად ყველას უნდა შეხვედრა და ამბავი და მან აღმოჩნდა გურამ დოჩანაშვილი და მოგვიყვა იმ დროს ბევრი ამბები. ამ დროს გაგვითხულდა ჩვენი კურსელი და 4 ტომეული საჩუქრად დავაპირეთ ამის მიტანა რა წიგნის 4 ტომეულის და მოვიფიქრეთ რა მოდი მიუტანოთ ბატონი გურამის ხელმოწერით. აბა რა ამაზე უკეთეს საჩუქრად რას გავუკეთებთ ანას და ნიკოლაშვილს და იყო ასეთი ამბავი და უცებ ბატონ რეზოს ვუთხარით რომ ბატონ რეზო თუ შეიძლება რომ ეს ამბავი რომ მოგვიგბაროთ. არ არისო პრობლემაო ჩემი მძღოლი მოგაკითხავთო და ახვალთო და მე და ირინა ჩემი ჯგუფელი მეგობარი ჩინაშვილი ჩავჯექით ბატონ რეზოს მანქანაში დილით და 9 საათი იყო უთენი აიძა დილა და მივადექით ბინას корпуს ვიცოდით სართული გაფრთხილებული ყავდა მოვლენო და ავედით ზემოთ ვავედით ახლა ვაკაკუნებ და ვიცით სადაც მივდივარ და ჩვენ საერთოდ ჩვენი პროფესია არის დაკვირვება ადამიანები. რა თქმა უნდა, აი ბევრი აი თვალს თუ შეუძლია და გონების ხურჯინში ამ ყველაფრის ჩალაგება, მგონია რომ ამ პროფესიაში მე ბევრ რამეში დაგეხმარება ეს ყველაფერი და ამ ეიფორიასთან ერთად, დაძაბულობასთან ერთად რაღაც ბევრი მომენტია, ესეც გვინდა არ გამოგვეპაროს, აბა სად რა გაიღება ახლა, რა სამყაროში შევალ და ვიცით რომ შევდივართ ძალიან ისეთ ადამიანთან და ისეთ სამყაროში. გაიღო კარი და არ დამავიწყდა რეიტუზები, ეს საშინაოდ იყო ჩა. შემოდით, მოდით, ასეთ რაღაც საუბნე ვერ ვაკეთებ, მაგრამ ისე ყველა მის ინტონაცია ის თვალები და შევედით. რო შევედით, რამაც გადამრია, იყო აი ეს წიგნები იყო ასე ფრინველებივით მოფენილი რა. ასე. ანუ რაღაცა ეს წიგნები წაკითხული ფურცლები ამბები და არ დამავიწყდება ესეთი სავარძელი იყო გია და ამ სავარძელში რომ მივიდა აი რა მოწყვეტი ჩაი ასე ჩაჯდა და ხელში თამბაქო მაშინ ეწეოდა სოხუმში ვისვენებდითო მე და ჩემი მეგობარიო ხო და გოგოები მაშინ ახალგაზრდები ვიყავითო და გოგოებთან რაღაც ესე საუბარი რომ გავაბითო გოგოებმა რა გვარის ხართო რა და მე ვუთხარიო დოჩანაშვილიო გვარათო და ჩემმა მეგობარმა კიდე რაღაცა გვარი უთხრაო რა და იმ გოგოებმა ასე ჩაიხითხით ესო დოჩანაშვილიო ასე ჩაიხითხეს და მე ცოტა ხანი პაუზა გააკეთა ასე და მაგრამ რა იცოდნენ იმათმა რომ მე დედით ემხვარი ვიყავი და ემხვარი ვიყავი ესეთი რაღაცა მოყვა ეს წიგნი ხელი მოგვიწერა ქორწილშიც დავპატიჟეთ цота არ იყოს ენით აუგწერელ ატმოსფეროში და დიდებული ქართველი აი დიდებული როგორც პიროვნება და რაღაც ხო როგორც უდიდესი ძალიან მაგარი არ დამავიწყდება ჯანო როგორი სახით იდგა ხოლმე სამების ტაძარში აი როგორი შინაგანი მოგრძალებით უბრალოებით და რაღაცა საოცარი სიხარული